გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. მზადდება ტრადიციების სრული დაცვით და ჩვენ მას ისე განსაკუთრებულად ვყინავთ, რომ თქვენამდე უცვლელად მოვიდეს. გადაცემის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პირველი სტუდია და მე მისი წამყვანი ეკა ჩხეიძე. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია მომღერალი ირმა სოხაძე. მე მადლობა მინდა უთხრა მას სტუმრობისთვის და დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო საუბარი გველის. მოგესალმებით ირმა. თქვენობით ვისაუბროთ თუ შენობით ვისაუბროთ ჩვენ მე მგონი ხელოვნური გამოვა, ეხლა ჩვენ რო თქვენობით ვისაუბროთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია გიცნობ და იმდენი წლის ურთიერთობა გვაკავშირებს ერთმანეთთან, რომ უფრო ხელოვნური იქნება მართლა თქვენობით საუბარი. ჩვენი მაყურებელი გვაპატიებს და ფანილარობაში არ ჩავგვართ. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მინდა მთისწყალი შემოგთავაზო 0% აქვს ბრომატი. ასე რომ ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ვიცი რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევ ჯანსაღ ცხოვრებას, აუზეც კი შევხვედრივართ ერთმანეთს. და მთისწყალი არის პროდუქტი რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელია. გაგვიმარჯვეთ. წყლის ძალა მოგწევს. წყლის ძალა მოგწევს. ჩემეუნებოდა ხო. ასევე პირველი სტუდიის სპონსორია კომპანია ტკბილი ქვეყანა, იცხოვრე ტკბილად ტკბილ ქვეყანასთან ერთად. ირმა თუ მაცაცო, რადონეზე გავშინაურდეთ. ეგ კარგად იცი შენ რომ ყველა შინაურისთვის ვარ მაცაცო. მაცაცო. თუ მაცაცო რაღაცა ბევრი იქნება გადაცემისთვის. მაცაცო ბევრი იქნება გადაცემისთვის, რომ ოფიციალურად მაინც ყველა მიცნობს როგორც ირმა. და მოდი ეს დავტოვოთ ასე. ვინ არის ირმა სოხაძე იმ ქალის გარდა, რომელსაც საზოგადოება იცნობს? დრომ, ასაკმა, გამოცდილებამ, რამე შეცვალა თუ ისევ ის ირმა? რა თქმა უნდა შეცვალა და მე საერთოდ არ მესმის ადამიანების, როცა ამბობენ რომ მე არ შევცვლილ ვარ და ისეთი ვარ, როგორც დავიბადე. ნუ ეს ცოტა მე მგონი ცოტა მიამიტური მიდგომა საკუთარი თავის მიმართ და საერთოდ არ შეიძლება ადამიანი არ იცვლებოდა. ეს თუ 100-ია, ცუდად არის საქმე, იმიტომ რომ ესე იგი ვერ ვითარდებით და ვერ ვივდივართ, ხო? თავარია საით ვიცვლებით, როგორები ვხდებით, რა გვასწავლა ცხოვრებამ, გაგვაბოროტა თუ გაგვაკეთილშობილა. მე ამიცით მჯერა, რომ ამბობენ რომ არავინ არ ბოროტდება, ბოროტი იბადება და კეთილიც იბადება, არ არის ასე. შენ ცხოვრებისეულმა რაღაც გამოცდილებამ, თუნდაც მძიმემ შეიძლება ისეთი მაგალითი გაჩვენა, რომ მივხვდი რომ ასე არ შეიძლება. შენ რო სხვა ასე მოგექცა, შენ არ შეიძლება ამ დაგვარად ვინმეს მოექცე და ამიტომ პირიქით უფრო მეტი სიკეთის კეთების სურვილი გიჩნდება. ეს პარადოქსია, მაგრამ ძალიან ადვილად გასაგები, მე მგონი ეს ბევრს დამართნია და მეც მაგალითად ასე. რთულია საკუთარი თავის შეცვლა. გაგიჭირდა მუშაობა საკუთარ თავთან მაგალითად. იცი რა, შეცვლა ისე რთული არა, როგორც ბოლომდე შეცნობა რთულია. შენ შეიძლება ხანდახან სიზარმაცემ გძლიოს და ვერ მიხვდე რა გინდა და გზიდან გადაგიყვანოს. შეიძლება ვიღაცის გავლენის ქვეშ იყოს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ხდება და აი რაღაცა მეტყველებაც კი ისეთი დაიწყო, რომელიც შენი არ არის და სხვისია, მაგრამ ისინდენად მოგწონს. მე მგონი ყავდა რუსულის მასწავლებელი ლიზიკო გაბუნია. დღემდე ვგიჟდები, ჩემი საყვარელი ქალბატონია და რომ ასწავლიდა რუსულ, ჯერ რუსული ვისწავლე ქართულივით. მისი ხათრით გიждდებოდი ისე ჩემი რაც იდეალი იყო და მასე ლამაზი, მასე გემოვნებიანი, მასე განათლებული არავინ არ იყო ჩემთვის და ვლაპარაკობდი როგორც ლიზიკო. მომჩიმ გიждდებოდა. ვილაპარაკე შენსავით მე არ შემეცვა. ასე რომ გავლენების ქვეშ ვარ მთელი ცხოვრება და ბოლოს მოვდივართ იქამდე რაც ვართ. ასე რომ მე ძალიან შევიცვალე ბავშვობის მერე და დღეს ვინ ვარ შენ კითხვას რომ ვუპასუხო ასე ცალსახად, აი არც ვიცი რა გითხრა, იცი? გარდა იმისა, რაც იცის საზოგადოებამ და საზოგადოებამ ჩემი მიმართ პრაქტიკულად ყველაფერი იცის, იმიტომ რომ ნუ 65 წელია მიყურებს საზოგადოება. 4 წლის ვიყავი პირველად რომ ტელევიზიით გამოვჩდი და გამოვედი და მას შემდეგ მიყურებენ და ზოგს ალბათ უკვე ყელში ამოვედი და აღარ მიტანს და ზოგს კიდევ უყვარვა და ასეა ცხოვრება. ბევრს არ უყვარხარ, ბევრს უყვარხარ, თავარია ბალანსი. მეც უნდა უყვარდე. 65 წელია გიყურებს ირმა მაყურებელი. და აი ამას ამბობ, ხა რომ
65 წელია. ანუ 4 წლის იყავი 69-ის ხო ხარ? 69-ის ვარ. სწორედ დავთვალე? სწორედ დავთვალე, აბსოლუტურად. წელს მაქვს საიუბილეო წელი. გამოიყურე. კარგო. წელს აი 25 წლის ნოემბერში მაქვს იუბილეა. საოცრება. და დიდ კონცერტს ვაპირებ, თუ მშვიდობა გვექნა, იქამდე უნდა მივიდეთ, უკვე ძალიან გალაღებული, გამართული წელში, რომ კონცერტის სურვილი და თავი მქონდეს მე და სურვილი და თავი მქონდეს მაყურებელს, რომ მოვიდეს და მომისმინოს, ხო? თუ აი ხალისი არ არის, თუ არ გემღერება, თუ არ რაღაცა კარქასიაძე არ ხარ, არ გეცეკვება და ცოტა არ გინდა რომ სხვებს კაი ხასიათი შეუქმნა და გამოაფხიზლო კარგად. როგორ შეიძლება კონცერტი გამართო ამ დროს? მე ვერ არის. შენს ბავშვობაზე ამ ინტერვიუში ყველაზე ცოტას ვილაპარაკებ, ხო? არ გინდა ეს უკვე ვიცით და რომ იყო კაშკაშა, ჭყვიალა ბავშვობა და ვარსკვლავური და რა ვიცი, ყველანაირად. მაგრამ აი ესეთი კითხვა მინდა დავსვა. იმ საძირკველით, რომელიც ბავშვობაში შეიქმნა, შექმენი, შენი კარიერის შემდგომ წლებში მეტი შეგეძლო გაგეკეთებინა? ალბათ კი. ოღონდ გააჩნია მაშინ რას ვიგულისხმებთ. არ დამავიწყე საქმე მინდა ვთქვა, რომ მაგალითად ერთ-ერთი დიდი მიღწევა კიდე ის არის, საიუბილეო წელს მივაბა მინდა. ზაფხულში არის 50 წელი ჩემი და რეზოს ქორწინების, ანუ ოქროს ქორწილი, ესე ძალიან დიდი თარიღია და ნოემბერში კიდე რეზო ხდება 75-ს, მოგეთ საიუბილეო წელი გვაქვს და იცი რა, აი ამან რა თქმა უნდა რაღაცეები წაიღო და აქედან გამომდინარე შეიძლება კარიერას დავაკეთე. ეს იმიტომ გამახსენდა ახლა ხდები, იმიტომ ჩემთვის ოჯახი იყო უწუდილესი, უმთავრესი. ოჯახი უნდა ყოფილიყო კარგად, რეზო უნდა ყოფილიყო კარგად, ბავშვები უნდა ყოფილიყო კარგად და მე მემღერებოდა, გადაცემა მინდოდა წამეყვანა, ტელევიზიაში შეიძლება მონტაჟზე გამეთენებია, ოღონდ ოჯახი უნდა ყოფილიყო მოვლილი და კარგად. და მაშინ იყო სტიმული და ხალისი და სურვილი. ვერაფერს ვერ დავაკლებდი მე ჩემ შვილებს და ჩემ მეუღლეს, იმიტომ რომ დავუშვათ უკეთესი გადაცემა გამეკეთები, ან ერთი კონცერტი მეტი მემღერა. არასდროს მე ეს არ მიფიქრია, მაგრამ რასაც შენ მეკითხები, აქ კიდე ერთი კარგი ამბავია ჩამალული, უფრო დიდი კარიერა რო გამეკეთებინა, ალბათ მე უნდა არეალი შემეცვალა. ხო, საქართველოში ახლა ხანდახან ისიც მიკვირს, რომ აი დღემდე მართლა 65 წელია ყველა მიცნობს, ყველა მცნობს, ეგან გითხარი მც არის ყოს, უყარვარ ზოგს არა, მაგრამ არ არსებობს, რომ ვერ მიცნო, ხო? ახლა ის საქართველოს მასშტაბით ალბათ გამაკეთე რა შემეძლო, ხო? აღარ მეტი რამე, კაი, ორი კონცერტით მეტი უნდა მიმეცა. ან იმ კონცერტებში, აქვე ვიტყვი, ბევრია ესეთი კრებითი, ესეთი გალა კონცერტები როცა იყო, ნაკლებად რომ დავებლოკე ვიღაცებს და მე ჯერ მემღერა, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამორჩენილიყავი. ხო, ეს რაღაც დეტალებია და ძალიან წვრილმანებია. დანარჩენი მე უნდა შემეცვალა არეალი, ანუ წავსულიყავი სად? და არ გიფიქრია შეცვლა. რუსეთში, მედი არ იყო არაფერი, ახლა ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ მაშინ, მით უმეტეს ჩემ ახალგაზრდობაში ამერიკაში წავიდოდი და ახლა რაღაც დავჭtildeავდი იქ მომღერლებს. ხო, ეს ხაპარია. ამერიკული ზღაპარი არის ძირითადად აი სხვა კატეგორიის მომღერლებისთვის, სხვა ქვეყნებიდან ჩასულებისთვის, ან ძირეულად ამერიკელებისთვის, გესმის, ახლა ქართველი ჩავიდა ესტრადის ან ჯაზის მომღერალი ამერიკაში ყველა გადარია, მე ესეთი არ გამიგია და ხა ეჭვი მეპარება რომ მე ეს შემეძლო და ამას შევძლებდი. აქედან გამომდინარე, ამაზე არც მიფიქრია. რუსეთი იყო სრულიად რეალური არეალი, სადაც მე მელოდენ წლები, ნუ მე ხო არანჟება ეძევაჩკა ვარ და დღემდე. იყო შემოთავაზება სერიოზული. გასაკვირველია პერმანენტული სულ მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ჩამოდი და შენ კარიერას აქ არაფერი არ უნდა, ეს სხვას თუ უნდა, რას კრუტკა რო ქვია, ხო იცი, ამ რაღაცა გამოჩენისთვის რაღაცა გარკვეული დრო და თანხები შეგჭირდება, ნუ მიზერი, იმიტომ რომ ყველას ახსოვ ხარ, როგორც კი ვიტყვით, რომ შენ ხარ ის ირმა სოხაძე, აბსოლუტურად მთელი რუსეთი თან ცოტა სხვანაირი მაყურებელია, ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ბევრად მიამიტი იმდობი და ძალიან მარტივად ისევ იქნები პოპულარობის პიკზე, მაგრამ და არც მიფიქრია ეგ უნდა წასვლა. კაი, არა, იმიტომ რომ იმ დროსთან რატო? არა, იმიტომ რომ რეზო ვერ წამოვიდო და ყველაფერთან ერთად მე რო კონსერვატორია დავამთავრე გიზი ამირეჯიბის კლასით. მილმანი იყო ჩამოსული, მაშინ ყოველთვის აუცილებლად მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი უნდა დასწრებოდა სახელმწიფო გამოცდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა და აი მილმანი ძალიან კარგად დაუკარი, კარგად უკრავდი. და მთხოვა მილმანმა. რა ვიცი, რა თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ უბრალოდ ბატონმა გიზი მომიტანა მაჩვენა. ეს მოდიო დამიძახა და ნახე რა დაგიწერაო. ყველას ხო უწერენ იქ რაღაცეებს, ხო როგორია რა არის რა კლია რა. ერთი სიტყვა ეწერა პრელესცი. კაი რა. ძალიან მოეწონე მილმანსო და
შეგიძლია წახვიდე ასპირანტურაში მოსკოვში, ყველანაირად გაგზახსნილიო, მაგრამ არც მიფიქრე ახლა მე უკვე სალომე მყავდა 3 წლის, 4 წლის, ხო მეორე კურსზე გავაჩინე. ეხლა წადი მოსკოვში, ოჯახი აქ დატოვე, ნუ სასაცილო იყო. ამიტომ გამიკეთეს სტაჟირება 2 წელიანი ისევ ჩემ საყვარელ ბატონ თენგისთან და გიზიამი რეჟიმის კლასში კიდე გავაგრძელე 2 წელი და მასთან ურთიერთობა და აი ეს შემთხვევები რაც ცვლის უკეთესისკენ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომ მე ამით ბევრად უფრო ბედნიერი ვიყავი, ვიდრე მოსკოვში რო წავსულიყავი. მოგეთ ეს მოსკოვი იყო დახურული თემა ჩემთვის თავიდან და კიდევ კარგი. ხვდები რა ხაფანგში აღმოჩნდებოდი, ახლა მე რომ მოსკოვში ყოფილიყავი ძალიან პოპულარული და კარგი მომღერალი. ნუ მე რა არ ვიცი, მე ჩემთვის პასუხი მაქვს და მაყურებელმა ბევრმა შეიძლება თქვას, რომ რატომაც არა იქ შეიძლება და პროტესტის ნიშნად ალბათ ახლა უკვე წამოხვიდო. არა, ახლა რო წამოვიდოდი, ეს ხო ორი აზრი არ არის, მაგრამ რო წამოხვიდოდი, უკვე მართლა გამურასავით ხარ, იცი, აღარც იქ ხარ, აღარც აქ ხარ, არც აქ არავის ახსოვ ხარ, იქაც უკვე ვეღარ მოიკიდე ფეხი, ბევრი ამას წამოგაძახებდა. არ მინდა, მე ხა ჩემ ძალიან კარგ მომღერლებს, თანამემამულეებს რო უყურებ, ვინც არის ამ მდგომარეობაში, ნუ ვინც იქ დარჩა და ყველაფერზე თვალი დახუჭა, კი ბატონო, ნუ ეხლა მათი არჩევანია, კი. მაგრამ და შენ აქ ვერაფერს ვერ გავხდებით და მე ამ არჩევანს არ გავაკეთებდი. კი არ განვიკითხავ არავის ღმერთო ჩემო, მაგრამ მე ნამდვილად არ გავაკეთებდი, ვერ გავაკეთებდი ამ არჩევანს და ამიტომ თავიდანვე ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე დარჩი საქართველოში. საბჭოთა ბავშვობა უფრო საინტერესო ამ გადასახედიდან თუ ახლანდელი თავისუფალი საქართველოს და თავისუფალ საქართველოში დაბადებული ბავშვის ბავშვობა. სად უფრო მეტია აქვს ბავშვს განვითარების შანსი, მოზარდს? ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა, სხვათა შორისა ცალსახად ვერ გეტყვი, რომ უეხლა, რა თქმა უნდა. რასაკვირველია დღეს ბავშვებს აქვთ განუზომლად დიდი საშუალება სიმართლეში გაერკვან და იცოდნენ, რომ ისინი არიან დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის შვილები და ამ სულისკვეთებით აღიზარდონ. ჩვენ ეს არ გქონდა ეკა. ჩვენ არც ვაცნობიერებდით, რომ მე მაგალითად წითელ არმიელი მეგონა განმათავისუფლებელი და მე რო 9 აპრილი მოხდა, ამ ხელაქალი ვიყავი უკვე 2 შვილის დედა და გამოვშტერდი, რომ როგორ რუსებმა ჩვენ კაცო დაგხოცეს ნიჩვებით. ეს ხო წითელ არმიელის სამომავალი მეომარია, ხო ასე ვთქვა. აი ასეთ სისულელეში ვიყავით გაზრდილი. მაშინ კი უკვე ვხვდებოდი, რომ ხმთვათ არ არის საბჭოთა კავშირი ისაც უნდა იყოს და უკვე თავისუფლებაზე რამდენი ხანი იყო, ხო ჩვენთან 99 წლამდე ლაპარაკი და ყველას ეს გაცნობიერებული ქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიყავით თავისუფლებაში დაბადებული თაობა. ისტორიაც ისე ისწავლებოდა, როგორც ჭირდებოდა. გასაკვირველია, იმ სამამულო ომშიც მე მაგალითად ძალიან დიდი პროტესტი მქონდა და არ დაგიმალა, ახლაც ხანდახან გული მწყდება 9 მაისს არ იმღეროთ რომ გვეუბნებიან, იმიტომ რომ ეს ჩვენი ომი არ იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიყო საქართველოს, ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა, პროცენტულად ყველაზე მეტი. და ეს ბოლო წლებამდე კიდე რო იყვენ და ეხლაც არიან თითოეულ ალბათ 10-ც აღარ არის, არ ვიცი შემეშალოს, ვეტერანი, ის მოხუცები, რომლებიც ვაკის პარკში იკრიბებიან, იმათთვის რომ მივიდე იქ და ვიმღერო, აი ეს ეხლა რა ჩვენი ომი არ იყო, უთხრა და ვერ გიმღერებ და ვერ მოგეფერები. ეს ცოტა არ მესმის, რომ მაშინ ისტორიულად ასე იყო. ეს იყო ჩვენი ქვეყანა, ეს იყო ჩვენი ომი. კი არა, მე მაგალითად რაღაცები მახსენდება ახლა, აი, როდესაც ჰოკეის თამაშის დროს ჩემი მეგობრის ძმა მახსოვს, რომ კანადა და საბჭოთა კავშირი და გაგიჟებული გულშემატკივრობდა კანადას და ვფიქრობდი, ეს რა აფრენს, კაცო, ჩვენები თამაშობენ და კანადას როგორ გულშემატკივრობს და რასაკვირველია, კანადისთვის უნდა გულშემატკივროს, რუსებს რატომ უნდა გულშემატკივროს. მოგეთ, ამას ვერ ვაცნობიერებდი. ეს გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა, აი ახსარებასავით აღსაღიარებელი, რომ ეს ასე იყო. ამიტომ დღევანდელი ბავშვები, შენ კითხვას უბრუნდები, ბევრად უფრო თავისუფლები არიან, რა თქმა უნდა. მაგრამ ну აი არავინ ჩამომართვას ახლა რომ საბჭოთა კავშირის მივწირი და რუსები ვერ ვიტან და დღეს რა პოზიცია მაქვს მე მგონი ყველა მიცის ხო მაგრამ ის რომ საბჭოთა ბავშვებს აი მაშინ როცა მე ვიყავი ბავშვი ძალიან კარგი განათლებაც ჰქონდა ძალიან კარგი ზოგად განათლებას გეუბნები სკოლებში ძალიან კარგი პროგრამით გვასწავლიდნენ ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი მეგობრები აი ხა მე ოქროს მედლით მაქვს სკოლა დამთავრებული ჩემი მეგობრებს ეთერიან ჯაფარიძეს სკოლა ოქროს მედლით აქვს დამთავრებული ისეთი რაღაცა გონება გახსნილი ადამიანები არიან სულ ყველა იცი ვინც მაშინ სწავლობდა კარგად თუ ისწავლიდი აბა 90-იან წლების ბავშვები როცა ჩემი შვილები სკოლაში იყვნენ
იმათ საფუძველი აქვს განათლების, მე ისე მიკვირს კიდე სახლში, ოჯახში ჩვენ თვითონ როგორ მოვახერხეთ და ამ ბავშვებს განათლება მივეცით. არა, 90-იანები გარდამავალი პერიოდი იყო და რა თქმა უნდა პრობლემური ყველა სფეროში. სკოლაში მოდი აღიაროთ, რომ დღესაც პროგრამაში ეს ძალიან პრობლემაა. ვისაც უნდა სწავლა, ისე ხა დღესაც გადასარევად სწავლის, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, რომ დღეს არის ყველაფერი დალაგებული და ჩვენ დროს იყო ყველაფერი საშინელი, ასე მე ვერ ვიტყვი. შეიძლება ვცდები და დღემდე რაღაცა ცოტა იმაში ვარ, ქიმერებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი, რომ მე ყოველ შემთხვევაში ისეთი ბავშვობა მქონდა ეკა. აი არაფერი შეზღუდვა მე არ მიგზნია. 10 წლისამ ვიმღერე პარიზში ოლიმპიას სცენაზე. არც ერთ ბავშვს სოფლიოში 10 წლის ასაკში ოლიმპიას სცენაზე არ უმღერია დღემდე და იცი აი მე ამ სალდაფონურ დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ მაშინ პატარა გოგონა ვერ ვგრძნობდი, იმიტომ რომ პარიზში გამიშვეს იქ ვიმღერე, ჩამოვედი როგორც მინდოდა ისე ვიმღერე, რამდენი ხანს მინდოდა იმდენი დარჩი, მამამ როცა მითხრა მაშინ წამოვედი და ყველაფერი იყო ძალიან და აი რა ასაკში გაავლე ზღვარი. რა იყო წყალგამყოფი, როდის მიხვდი რომ საბჭოთა ბავშვი იყავი და პოპულარული. თანდათან, ესე ზუსტად ვერ გეტყვი. აი, მაგრამ ის რომ რუსეთი იყო, შენ საქართველო და არა საბჭოთა ბავშვი კი არა, აი 90-იანების დამდეგს უკვე 99-ში 9 აპრილის მერე ხო ეს ხო სრული შოკი იყო არა მთელი საქართველოს 9 აპრილი იყო რა თქმა უნდა პირველი მეხი ну მანამდე უკვე ეს ჩვენი მიტინგები და ჩვენი ისე ქართული ენის დაცვაც იყო მე მაშინ კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი და ერთადერთი შემთხვევა იყო მე მგონი კონსერვატორია რომ ისევე გამოვიდა ქუჩაში როგორც ყველა სხვა უმაღლესი დაწესებულება იმიტომ რომ ჩვენ ვიცავდით ქართულ ენას და დავიცავით აი საბჭოთა საშინელ ხელისუფლებას ეს თვისება ქონდა რომ დაინახეს რომ მთელი ქვეყანა გარეთ არის ну მაშინ შევარდნაძემ ძალიან დიდი როლი ითამაშა და ნუ დაუკარგავთ ამ კაცსაც კაია გაკეთებული კიდე ბევრი და აქედან გამომდინარე ეს რაღაცა უკვე პატრიოტული რაღაცები რომ აი რუსებს უნდათ რომ მეორე ენა იყოს რუსული სახელმწიფო ეს ნიშნავს რომ ცოტა ხანში ქართული საერთოდ აღარ იქნება და იქნება ისევ რუსული საქმის წარმოება იქნება რუსულად მე მახსოვდა მამაჩემმა დისერტაცია რომ დაიცვა მოსკოვში წავიდა იქ დაამტკიცა რუსული თარგმანი გააკეთა მთელი ამბები იყო ხო რუსეთზე ვიყავ ჩამოკიდებული საბჭოთა პასპორტი გქონდა ელემენტარულად მაგრამ მივიდით ამ საბჭოთა პასპორტით ნუ მე მეგონა რომ ეს არის ნორმალური ხდები აი ამას ვაღიარებ ხა შენთან რომ ამ სიგნალებში ვიყავით რა თქმა უნდა ჩვენ მე უკვე რომ გავიგე რომ ეს არის რუსეთი და ჩვენ ვართ საქართველო ეს კი ვიცოდი ადრეც მაგრამ აი ძალიან მკაფიოდ ეს მე 90-იან წლებში რაც მოხდა აფხაზეთი მე უკვე 2008-ში სამხრეთოზე და ყველაფერი ნუ დღეს როგორ შეიძლება რომ მე მქონდეს რუსეთის მიმართ ну ისე თუნდაც ლოიალური დამოკიდებულება არ შეიძლება არც ერთ ქართველს არ შეიძლება კარგი ამ თემებს დაუბრუნდებით ცოტა მოგვიანებით მანამდე მაინტერესებს პირველი დაუვიწყარი შტაბ-ეშტილება რაც მთელი ცხოვრება გახსოვს ესეთი მეხივით შტაბ-ეშტილება რა მოახდინა რამდენიმე იყო ალბათ ჩემ ცხოვრებაში ხო შტაბ-ეშტილება ну ალბათ სკოლიდან იწყება ეს ყველაფერი. არა, შეიძლება უფრო ადრეც იწყება, მაგრამ მე როგორც ესეთ მეხივით შტაბ-ეშტილებას ვერ გამსაზღვრავ, ხო? ღაბებიებთან, ბაბუებთან ურთიერთობა და ფანტასტიკურ ოჯახში დაბადება ეს უკვე თავისთავად ძალიან დიდი ბონუსია, მაგრამ აი პირველი ესეთი შტაბ-ეშტილება იყო ალბათ, როდესაც მე მივედი, რაც უკვე მახსოვს დიდობაში, კონსერვატორიაში, როდესაც გავიცანი ჩემი პროფესორი გიზი ამილიჩები. ეს მართლა დაუვიწყარი შტაბ-ეშტილება იყო და მე მახსოვს, რომ 7 წელი დავდიოდი ფაქტობრივად, ყოველი გაკვეთილი მასთან ეს იყო როგორი მღელვარება, იცი, პულსი მქონდა 200 ყოველი გაკვეთილზე შესვლის წინ, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ მოწონებოდა ის, რასაც მე გავაკეთებდი, მოვწონებოდი, შევექე, მე ძალიან სხვანაირი ადამიანი იყო და აი ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი ღვთისწყალობა. მეორე ესეთი მეხივით შტაბ-ეშტილება და შეიძლება მეხუთე არ ვიცი, იყო როდესაც რეზო დავინახე პოლიტექნიკური ინსტიტუტის სცენას. პირველად დავინახე პირველად. მას თურმე ხარ თქო ნანახი ვყავდი და მოვწონდი, როგორც მე მითხრა, მაგრამ მაშინ რა ვიცოდი და კვარტეტი თბილისი მოდიოდა ჩვენთან ერთად გერმანიაში, GDR-ში მივდიოთ რაღაც ახალგაზრდული დღეები იყო და ვიცოდი რომ მოდის კვარტეტი თბილისი, იყო 11 თებერვალი მახსოვს და იყო თოვლი, მაშინ თებერვალში ჯერ კიდევ თოვდა თბილისში, 72 წელია. როგორ მახსოვს ყველაფერი გაგიჟდა. აი ამ დაბარგნილ 10-ში ჩემი ძმის დაბადების დღე და ცოტა მეგობრები ყავდა, რაღაცა ვიქეიფეთ, ვიმღერეთ, დავიღალე და მეზარებოდა ძალიან წასვლა რეპეტიციაზე, მაგრამ მამაჩემმა მითხრა გელოდებიანო ბიჭებიო, მიდი აუცე. მივედი, შევედი რაღაც დაღლით, დავჯექი და უცებ დავინახე ეს.
იცი როგორ მახსოვს. აი ხლაც მახსოვს. კვარტეტი იდგა და გვერდზე იდგა რეზო და აი მართლა ხარ ერთდახით შეყარება სისულელე მგონია. მაგრამ რაღაცამ რო დამცხო თავში, ეგ ფაქტია. აი მართლა გეუბნები გული ამიჩქარდა. ეგეც. რეზო მაშინ როგორც ვიცი ძალიან პოპულარული იყო გოგოები მე გავიგე კაცებს ვინც იყო თორე და ვინახე არ ვიცოდი რომ ეგ არის. რითი მოხიბლე? აი რითი. აბა რა ვიცი, მომეწონე. მე წავედით ერთად გერმანიაში, მოხდა ისე რომ ერთ-ერთი ბიჭი კვარტეტის ვერ წამოვიდა და მე ჩავდექი კვარტეტში. წარმოგიდგენია ეს როგორ გამართლება. ამბარა, გივიკო ვერ წამოვიდა, ამიტომ ირაკლი გახდა მეორე ხმა, მე გავხდი პირველი ხმა, უცებ ვისწავლე მთელი რეპერტუარი, ჯემალ სეფიაშვილის სიმღერებს ვღეროდით მაშინ. ძირითადად სანთლებიდან დაწყებული ყველაფერს ბიჭებს უწერდა და მე უკვე მე მიწერდა ყველაფერს, ოენავ ჩემო და ვედრევა და ყველაფერი. ხო და მოკლედ მოვხვდი აი ამ კვარტეტ თბილისის შემადგენლობაში და ნუ გაგიჟებული შეყარებული ჩამოვედი გერმანიიდან. მამა ჩემი იყო ჯგუფის ხელმძღვანელი, დედა ჩემი პირველი ის იყო მოგზაურობა, სადაც დედა არ წამოვიდა და მე ჩამოვედი რა გული დაღუპე ბავშვი სად ვიყავი, იმიტომ რომ რაღაცა ლექციების წერა დავიწყე, ღამეები არ მეძინა. აი მართლა ეგ იყო 16 წლის ვიყავი ეს ის. პატარა ხარ მაგ დროს და თებერვალი იყო 72 წლის, ის იყო 16 წლის გავხდი და მე ერთ წელიწადში მივხვდით რომ იმაზე თუ ყარვატა და შეგვიძლია 3 წელი, რასაც ქვია, დავდიოდით. ასე ერქვა ჩემ დროს. ვიყავით უკვე, ნუ ოფიციალურად საცოლე საქმე რო რაღაც, მე 19 წლამდე მივიღება მივატყიეთ როგორც იქნა ეს ამბავი და 19 წლის გავყევი უკვე ცოლად. ხა მე მოწდა არ მიყვარს 5 და 6 წელი. და მაშინ ხო იზრო არ იყო რომ მოდი ჯერ ერთად ვიცხოვროთ და მე ხელი მოვაწეროთ და ეს ეხლა არის. და არ არის ეს ცუდი ალბათ. აი ეს იყო მეორე შტაბეშტილება და რა ვიცი იყო კიდე მე ბევრი, ნუ ბავშვების დაბადება კიდე. თითოეული გაცნობა შეშულთან, ხო? როგორი გზნობა პირველად მოგიყვანენ და სრულიად უცხო ადამიანი რო არის შენი ყველაზე ახლობელი, შენი სულის და ხორცის ნაწილი. ამაზე დიდი გზნობა ალბათ არ არსებობს ქალისთვის და აი ესე მოხდა ეგ ამბავი. 9 წლის შუალედია მათ შორის და ცოშის ნატაზე უფრო მივხვდი მოხდა ჩემ თავს, ხო, იმიტომ რომ ხა პატარა. მოდი აქ ვეკითხავ. როგორი დედა იყავი ხარ, რა ვიცი. რა ვიცი, მე მგონი კარგი. გადაფოფრილი. მე მგონი კარგი. ეხლა რომ ფიქრდები, იცი, მე მგონი ვიყავი ისეთი დედა, როგორც პრინციპში აწყობდა ჩემს შვილებს. ანუ როცა მჭირდებოდი, ყოველთვის მათ გვერდით ვიყავი, დღესაც ასეა და როცა არ მჭირდები, მე ისეთი დედები ცოტა მაგიზიანებენ, იცი, რომ ახლა როცა მე მინდა, მაშინ გაგიკეთებ და რა დოზითაც მე მინდა, მაშინ გაგიკეთებ და შენ აბა მე ჩემი ცხოვრება საოცრად. ყველაზე ჩემი ახლობელი მეგობრები არიან შვილები. სალომემ ხო გამზარდა საერთოდ. მაგას ვეხუმრები, რომ შენ მეტი ამაგიგებ ჩემზე, ვიდრე მე შენზე თქვა, იმიტომ რომ შემცვალა ეგ. აი ვინ შემცვალა ძალიან, სალომე. უცებრო დედა გახდი? აი ცი რა, სალომე პატარობიდან იყო საოცარი გონის ადამიანი. ეხლა ხო ეთყობა მის პოდკასტებსაც, მის ყველა ნაწერს თუ გამოსვლას თუ ნალაპარაკებს ეთყობა როგორი აი რაღაცა სხვანაირი აზროვნების ადამიანია, როგორი მშვიდია, წყნარია, ფუნდამენტურად დალაგებულია თავის აზრებში და იცის რას ამბობს, გესმის, რაღაც ყური კი არ აქვს მოკრული და აქედან და იქიდან არა. ამიტომ რაღაც თემა რომ მაინტერესებდა, ცოტა ხალხა მეშინია ხო, რამე რომ ვკითხა დედკო ეს რა ეს მოვლენა. ნუ საათნახევრიანი ლექცია მაქვს გამოწერილი, დაждდება და მოგიყვება როგორიცი. ასეთია ჩემი სიძეც, მისი მეუღლე, ჩემი საოცარი ადრიანი. ხო რა ვიცი, აქეთაც ნატახო საერთოდ ჩემი მართლა იცი როგორი ჩემია, ვერ წარღვიდგენ, იმიტომ რომ შვილების არჩევანში ჩარეულ ხარ? არა. არა. არც ერთხელ, ორივე ჯერ მივიღე ის, რაც მათ შემომთავაზეს კი არა. არ გრევენ და ფაქტის წინაშე გაყენებენ? გარკვეულწილად ეგეც იყო, მაგრამ რამდენი დედაა ფაქტის წინაშე დაყენება საერთოდ რო ვერ იტანს და მე უფრო ერევად ამბობს, რომ არა და მომწადე მაინც და დაფიქრდი და რასაკეთებ, არც ერთხელ. აი ეს აზრიც ხო შეიძლება უთხრა, რომ იცი რა, ჩემი აზრით არ ღირს. არ ჯერ ორივე ძალიან კარგი ბიჭი იყო, რატო უნდა მეთქვა, რომ გავიცანი უკვე, მე ორივე ძალიან მომეწონა, მაგრამ ადრიანზე ცოტა ვინერვიულეთ, იმიტომ რომ ალბანელიაო, იქ ერთად ვიყავითო, სასექსის უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ 2 წელი ლონდონში და მერე წავიდნენ ბუდაპეშტში. და დახვდა ადრიანი და უკვე მართლა მიხვდნენ, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი და მითხრა რომ დედიკო, მამიკო, მე ფაქტურად გავთხოვდი მითხრა, იმიტომ რომ ისეთი არჩეულებრივი ადამიანი არის ჩემ გვერდით, რომ აი არ შემიძლია ამაზე
არც თვალის დახუჭვა რომ ვითომ არ არის, არც უარის თქვა, იმიტომ რომ ეს თირა აი კიდე კარგი რომ სალომე ამას მიხვდა, იცი და არ თქვა რომ მეჯერნა ვისწავლო ან მეჯერნა ეგ ტიპია, შეიძლება ესეც მომხდარიყო და არც რა გვეშველებოდა, იმიტომ რომ ადრიანი არის ღვთის საჩუქარი, სალომე იყო 24-ის უკვე რო გათხოვდა. და მკაცრი დედა იყავი? არა, ვერ ვიყავი მკაცრი დედა. ვერას დროს, ერთ-ერთის მიმართ. კაცრი რა გაგებით ახლა, რაღაცა ყველაფერი თავის ადგილას ყოფილიყო, კარგად უნდა ესწავლათ, არაფერი არ უნდა დაეშავებიათ, მაგრამ ის რო იქ არ წახვიდე და იმასთან არის მეგობრო და ეს არ ჩაიცვა, ეს არასდროს არ გამიკეთებია, არც ვიცი რატო უნდა გავაკეთო. ვენდობოდი გესმის, იმიტომ რომ ბავშვებს თუ ნორმალურად აღზრდი, შენ გვერდზე არიან, ახლა სალომე ჩემის გაზრდილია ძირითადად, მაგრამ ნუ დღე არ იყო რომ ის გვერდზე არ ვიყავი და ხა შეიძლება დოზით არა დოზითაც ნატასთან, იმიტომ რომ ნატამ სულ ჩემ საწოლშია გაზრდილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველანაირად მაგალითით, მეგობრულად, გვერდზე დგომით რაღაცებს დებ ხო შენ შვილში და მე თუ სწორად ჩადებ, აღარ უნდა ამოწმო და აღარ უნდა გეშინოდეს, რომ რაღაც ისულელეს გააკეთებ. ნუ მე ასე ვფიქრობ. ასე მგონია. აი, როდესმე უსაყვედურია სალომეს, ან უეჭვიანია, რომ აი ნატა შენთან გაზრდილია უფრო და თვითონ ბებიასთან იყო ძირითადად. ნატაზე არ უსაყვედურია, მაგრამ ეგ თემა იყო ერთი პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში, იცი რატო? თვითონ არ გააჩინა 8 წელი შვილი, რომ გათხოვდა. 8 წელი არაჩენდა. 32-ამ გააჩინა და ერთხელ ორჯერ გავბედე. დედიკო, რატო არაჩენ უკვე დროა და იცი რა მეთხრა? დედიკო, შენ რო გამაჩინე არ იყავი მზად ჩემ გასაზრდელათო და იმიტომ იყო რომ ვიყავი თეატრთან ძირითადათო და მე სანამ მზად არ ვიქნები. ანუ ეს ჩარჩენილი აქ მაინც. კი, რა თქმა უნდა. გესმის და მართალია ჩარჩენილი რო აქვს, მე ბოდიშიც მოუხადე და მაგ ნამდვილად მოსახდელი. თუმცა ისე არ იყო რომ მე სადღაც ვიყავი და ანუ წვეთში ცხოვრობდი და დედასთან დავდაგდებული არა. მე მაგ ეგ წენა და გულის წვეტა რომ მე თვითონ დავიკელი რაღაცა დღეები და საათები სალომესთან მეტი ურთიერთობით, მაგრამ ნუ მე ავანაზღაურეთ ეგ, იმიტომ რომ ხო გეუბნები, მე მზრდი და მეთოდურად ჩემი მასწავლებელიც ეგ იყო, დამრიგებელიც, განმანათლებელიც და საერთოდ აი შვილებს გავლენა აქვს თუ ამბობ, აი რომელს უფრო აქვს გავლენა? სალომეს. რატო? ცალსახად ვამბობ. აი სალომე ჯერ ერთი უფრო, იცი რა, ნატა უფრო რბილია. ნატა არ დაგიწყებს შენ რაღაცის გადარწმუნებას, ან რაღაცაზე კამაც. ნატასთან უფრო თანხვედრაც მაქვს ყველაფერში და უფრო მობიერია, უფრო კომპრომისულია. და სალომე არ არის კომპრომისული რიგ თემებში, გესმის? აი თუ ეს მას სწამს რო ასია, უნდა რომ შენც დაგაჯეროს, იმიტომ რომ უყვარხარ, იმიტომ რომ უნდა რომ შენც გამოგიყვანოს რაღაცა ან არასწორი გადაწყვეტილებიდან, ან მდგომარეობიდან, ან ცოტა სიბნელიდანაც შეიძლება რიგ შემთხვევებში უნდა ეს ძალიან რომ მართლა გაგანათლოს. ეს უნდა არის თვისება და რა სიზა. აი ესეთია. ასე რომ მე ძალიან სამოქალაქო პოზიციაში გქონიათ აზრთა სხვადასხვაობა. პერიოდი იყო რომ გქონდა კი. გარკვეულწილად ასეთი პერიოდიც გქონდა, რომ რაღაცებს სალომე, თუმცა იცი რა, ისე კარდინალურად არა, რომ ეთქვა, რომ დედა ეს არ გააკეთო, ან იქ არ მიხვიდე, ან დაუშვათ რაღაცა წამოდი, ასე არ ყოფილა არასდროს, იმიტომ რომ ასე არ იდგა საკითხი. ანუ გადაწყვეტილებებში თავის გადაწყვეტილებებში არა, რჩევის დონეზე კი რო, ხო, მაგრამ შეიძლება შენ იცი, მაგრამ როდესაც რაღაცა უკვე რადიკალურად შეიცვალა და რაღაცა ისეთი მოხდა, რომ და ვალდებულია ყველა მოქალაქით რაღაცა რო ხდება, ამაზე კონდეს რეაქცია. და მე არ დამჭირდა სალომეს არც კარნახი და არც დალოდება რომ და ის რას მეტყვის, რა თქმა უნდა, ჩემი გავაკეთე გადაწყვეტილება, რაც გავაკეთე. ეს არაერთხელ მოხდა სხვათა შორის. იგივე აი საზმაოდან მე ორჯერ წამოვედი, სწორედ პოლიტიკური რაღაცა მოსაზრებების გამო, იმიტომ რომ მაშინაც რა თქმა უნდა მირჩია და ვეკითხებოდი. სალომეს ვეკითხები ჭკუას პირველს, გესმის? რეზომდე და ნატამდე ჯერ სალომეს ვეკითხები, რომ დედიკო, აი ასეა და აი შენ როგორ გონია რა გავაკეთო? ისე კი არა რომ მე აუცილებლად იმას გავაკეთებ, მაგრამ მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. მაშინაც მითხრა, რომ დედა, მე მგონი შენც უნდა წამოხვიდე. პირველად იყო 2004 წელს, როცა საზმაუზე დაიწყო კარდინალური ცვლილებები, რომ უკვე საზოგადოებრივი უნდა გახდეს და გაუშვეს ყველა აბსოლუტურად. მე მგონი მარტო მე დამტოვეს, რატო არ ვიცი, ისიც ძალიან საოცარია, რატომ და მოიყვანეს სხვა ტელევიზიებიდან ახალგაზრდები, რაღაცა, ну საკმაოდ ცეთი უცნაური კონტინგენტი და მე თვითონ წამოვედი. მაშინ თხოვდა სხვათა შორის თავმჯდომარე, რომ არ წახვიდეო
იმიტომ რომ შენი გამოცდილება საჭიროა, ბავშვებს დაჭირდა, საბავშვო ბაღის გამგეხვა რა ვარ, მე ვთხარი ხა ჩემი გამოცდილება და თვითონ მიხედავენ საქმეს. აიმიტომ რომ არც ერთი ჩემი კოლეგა, არც ერთი ჩემი თანამოაზრე არ დატოვეს, ზოგ საერთოდ საშვი დაუბლოკეს და საშინელებები მოხდა მაშინ და მე რაღაც შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ საზმაო არ იყო ჩემთვის სამსახური, ეს იყო ჩემი მეორე ოჯახი. მეორედ იგივე საზმაოზე 2008 წელს მივედი ბორდში ოპოზიციის კვოტით, იმიტომ რომ მე ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივარი არასდროს არ ყოფილა, თითქმის თავიდან როგორ არ ვიყავით, თავიდან ყველა ვიყავით, რომ რაღაცა სიახლეა და ახალი ამბავია და კაი ამბები იწყება, მაგრამ როგორც კი მივხვდი რომ ასე არ იყო, რა თქმა უნდა, ვიყავი ოპოზიციაში და ამიტომ ოპოზიციის კვოტით ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მაგრამ 6 წელი ამოვიღე წილი ეკა. 6 წელი შემეძლო ყოფილიყავი სულიად უდარდელად, მაგრამ წელიწად ნახევარიც არ დავყავი, იქ გამოვედი და ვთქვი, რომ სამწუხაროდ ვერ გავამართლე ის ნდობა, რაც მივიღე, რომ აქ დამნიშნეთ, მაგრამ უნდა წავიდე, იმიტომ რომ ვერ უმკლავდებოდი. ანუ დღესაც ანალოგიურ მდგომარეობაშია და იმიტომ ვარ ისევ სამსახურის გარეშე. დღეს სამსახურის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით თემა მოიტანა და უნდა კითხო, არ ვაპირებდი სიმართლე გითხრათ. ამ კითხვის დასმას პოზიტივი საზოგადოებრივ მაუწყებელში 25 წლიანი გამოცდილების და 25 წლიანი ამ ურთიერთობის შემდეგ უცებ პოზიტივში აღმოჩნდი. პატარა ბიჭია, რომელსაც უნდა რომ 8 საათი უკრას როიალზე. ამის მაგერად ზის ციხეში. აი ვისაც ეს არ ესმის, მათ მინდა რომ აუხსნა. რატომ კაცი ოპოზიციურ სიმღერად აღიქვა მაინც ხელისუფლებამ და აიგრძალა. იმიტომ რომ სეფაშვილი ასრულებდა. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. მზადდება ტრადიციების სრული დაცვით და ჩვენ მას ისე განსაკუთრებულად ვყინავთ, რომ თქვენამდე უცვლელად მოვიდეს. გადაცემის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. მზადდება ტრადიციების სრული დაცვით და ჩვენ მას ისე განსაკუთრებულად ვყინავთ, რომ თქვენამდე უცვლელად მოვიდეს. გადაცემის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. საზოგადოებრივ მაუწყებელში 25 წლიანი გამოცდილების და 25 წლიანი ამ ურთიერთობის შემდეგ უცებ პოზიტივში აღმოჩნდი. კი, მოგიყვები, ესე იგი. რატომ მოგინდა? ძალიან მომინდა. მაგრამ კიდე სხვა ტელევიზიაში კი ნაღა მივედი, მაგრამ იქ თავი შევიკავე. იცი რაში იყო საქმე? მე ვარ ძალიან ენერგიული ადამიანი და როდესაც პოზიციურად მე შენთან საჩხუბარი არაფერი არ მაქვს, იქ რაღაც დეტალები არ მაინტერესებს. მე მინდოდა სამსახური. 10 წელი ვიყავი უმუშევა. ეს ტელევიზიის სიყვარულმა განაპირობა, ტელევიზიის სიყვარულმაც განაპირობა. ძალიან მიყვარს ტელევიზია. ახლა უკვე ისე აღარ, მაგრამ აი იმ პერიოდში იცი რატომ 10 წელი სახში ვიჯექი არ მომწონდა ყველაფერი რაც ხდებოდა ტელევიზიებში, ზოგი წამყვანის მეტყველება არ მომწონდა, ზოგი ჩაცმულობა არ მომწონდა, რაღაცები, აი სულ ნერვიულობ, ხო რომ ახ ნეტა მეც ვიყო და რაღაცას უკეთ გავაკეთებდი და ეს გვაქვს ადამიანებს რა დასამალია, ხო? მით უმეტეს როცა ვიცით ეს საქმე და მართლა დიდი გამოცდილება მქონდა უკვე გადაცემის წაყვანისად, მარათონები მაგ 8 გაკეთებული და წაყვანილი პირდაპირ ეთერში, ოქტაგონები, კაი გოგო ხარ, ოქტაგონები 2 წელი მიდიოდა პირდაპირ ეთერში და ასე რომ ტელევიზია ჩემთვის ის იყო მართლა მეორე ოჯახი. აი ჩემი არსებობის, როგორ გითხრა, სიმღერაზე ნაკლებად არ მიყვარ. შეიძლება ერთ პერიოდში მეტადაც კი მიყვარდა და. და ამ მონატრებამ განაპირობა ალბათ. ამ მონატრებამაც ძალიან განაპირობა, იმიტომ ძალიან განვიცდიდი. 10 წელი გავიდა. თან ახლა მე 20 წელს აღარ ვიყავი, გესმის, რომ კიდე 10 წელს გავიდეს, რა მოხდა. რა ვიცი, რომ გიყურებ ეჭვი მეპარება. ხო და თელ ცხოვრება წინ მაგ თქო ვეღარ ვიტყოდი, ხო? აი ეგ არის სადარდებელი. მე ასაგზად თუ ვილაპარაკებ, გეტყვი კიდე. რა არის მთავარი ამ დროს, ხო, რომ მოასწრო რაღაც
რაღაცეები. სანამ კიდე ხარ, იმიტომ რომ არ იცი რამდენი ხანი ხარ და როგორ ის არამე არ ვიცი ზოგადად, მაგრამ ასაკში მით უფრო ამაზე ფიქრობ, რომ აი კიდე მინდა რაღაცა ცოცხალ ეთერში, პირდაპირ ეთერში ვიმღერო, რაღაცა გავაკეთო, კონცერტი გავაკეთო, იმიტომ რაღაცები შემიძლია სხვებზე არანაკლებად, მოდი ესე ვთქვათ რა. არავის უკეთესი შეიძლება პრეტენზია არ მაქვს, მე სიმღერის არ იყოს, მაგრამ არავის ნაკლებიც არ ვარ. ამიტომ მინდოდა სულ რა დასამალია, რომ მინდოდა ტელევიზიაში აი ჩემი გადაცემა მქონოდა და ყოველდღიური გადაცემა ეს გამოწვევაა ხა ჩემ ასაკში ყოველდღიური გადაცემა ერთი გადაცემა არ ჩამიგდია არც ავატყოფობის არც რაღაც უდად გახტომის არ წნევა მე არ მაქვს და რა ვიცი სათვალე მე არ მჭირდება და აქედან გამომდინარე მარტივად დავთანხმდი როდესაც შალვა რამიშვილმა დამირეკა და მითხრა რომ დღის გადაცემაზე ყოველდღიურზე შალვა მიცოდა რომ მე ამაზე ნერვიულობ. ეხლა შალვა ჯერ კიდევ მეორე არხიდან ძალიან კარგად მიცნობდა და იცოდა მანაც ჩემი ახლა მონაცემები და შესაძლებლობები და ერთი-ორჯერ შემხვდა უთხარი რომ ძალიან წუხვა რომ სახში ვარ, იმიტომ რომ კაი ახლა მიშას დროს მე თვითონ წავედი და მქონდა რაღაცა პრეტენზიები, მაგრამ ხოცნების დროს რაღაც არჩევნები როა და ყველგან რომ ეძახით და წინ რომ აყენებთ და კაი გოგო ვარ. ერთი სამსახური რა გახდა კაცო, ერთი ნორმალური გადაცემა ტელევიზიაში. უცებ დამირეკა პოზიციურად პოსტივი იყო სამთავრობო ტელევიზია, ლაღად და ღიად, რომელსაც მე ვემხრობოდი მაშინ. აბა რა უნდა მეთქვა, რომ არა მე წავალ იქა სადაცვაგან, არა. და მიზეზი მაშინ რაღა გახდა დატოვების? ხა მაგასათო მეკითხები, არაფერი შეცვლილა მას მერე. მიზეზი გახდა ის, რომ აი მაისში მაყურებელმა მინდა. ამას ზოგი მწერს, იცი რომ რატო შეიცვალეთ, რა გახდა? ნუ ხა დღეს თუ ადამიანი ამას კითხულობს, მე კი არ შევიცვალე. რა ხდება საერთოდ და ვინ შეიცვალა და რა შეიცვალა? ჩვენ იმას ვამბობდით ჩვენი გადაცემის დასაწყისში, რომ ადამიანები ვიცვლებით გარემოებების და მიხედვით. არ არის ესე? როგორ შეიძლება მე ადამიანი მიყვარდეს, რომელსაც ვენდობი, თვალებდახუჭული მივყვები, სადაც წამიყვანს და მიგე მეუღლესთან თუ გინდა ურთიერთობა და ჩვენი დღეს რომ გაიგო რომ ეს არის რაღაცა ტერორისტი, ან უცებ გცემოს. და მე ისე იქნები, მასთან ხო ვეღარ იქნები არა? გაგიჟდები, შოკი ცალკე მოკლავს და ეს დანარჩენი იმედგაცრუება ალბათ კიდე ცალკე დაგაზიანებს. ხო, ჩვენ ფსიქიკა დაგვიზიანდა მე პირადად. სწორედ იმიტომ რომ მე მომხრე ვიყავი ამ ხელისუფლების. და იქ ადამიანები გაგინაწყედნენ, ვინც თავის დროზე მიგიყვანა? არა. არა, ნუ მიმიყვანა, შალვამ მოდიო, მივედი და შალვასვე აუხსენი, რომ დიდი ხანივე საუბრებოდი ამ თემაზე, რომ რატო ვშვებით ამას? რა ხდება? მაგრამ ხა შალვა როგორ ამიხსნიდა რა ხდება, ხო? მეც ხედავდი უკვე რა ხდება. და აქედან გამომდინარე მიხვდა რაც მიშლიდა ხელს და ვერაფრით ვეღარ დავრჩებოდი და დავშორდი ძალიან კარგად ერთმანეთს, იმიტომ რომ რა ვქნა, მე ვერაფერს ვერ გადავაკეთებდი და მანაც მიხვდა რომ მე ამ პირობებში მე არ შემიძლია დავრჩე იქ სადაც ვიღაცას უქმნი დისკომფორტს. და არც ისე არ შემიძლია დავრჩე რომ მე თვითონ წყალი ჩავიგუბო პირში თევზით და დისკომფორტში ვიჯდე და არ შევიმჩნიო და რატო თორე კი ეგ ერთი თემა რო არ შევიმჩნიო, მაგრამ ახლა იცი რა, ეს არ არის ის რომ აი მე რაღაცა მომწონდა და რაღაცა აღარ მომწონს. აი ვისაც ეს არ ესმის, მათ მინდა რომ აუხსნა, ან ვერ ესმის, ან მართლა არ უნდა რომ გაიგოს. იგივე ჩემი აი ზოგი მეგობარი ყოფილი, რომ მეუბნებიან რომ აი რა ხდება კი, მაგრამ რა მოხდა ასეთი? არაფერი არ შეცვლილა, ისე ვისია ყველაფერი, უბრალოდ აი რაღაცა კანონი, აი ეს კანონი რომ მოაბრუნეს მეორედ, პირველად რომ შემოიტანეს, მაშინ ვფიქრობდი, მე თუ მიიღებენ და წამოვსულიყავი, იმიტომ რომ მე ხო ვიცი ეს კანონი რაც იყო, რა გააკეთა რუსეთში ამ კანონმა, ზუსტად იგივეს იძავდა ჩვენთანაც, ხო? რატომ არის რუსული რო იძახდნენ? მე იძახდნენ ფარაო და ხო აღმოჩნდა რომ არ ყოფილა ფარა, ახლა თავიდან ვიღებთ ფარას თუ რაღაცა გესმის, აი ამ რაღაცა დავიბენით ამდენ რაღაც ინსინუაციებში და რო თქვეს რომ ეს კანონი გავიტანეთ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი იყო, თორე მარქსის შენახული გაიწვიეს. ეთერში ვთქვი რომ რა კარგია, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ამოვისუნო, ვიფიქრე რომ რაღაცა იყო იქ, ვიღაცა მან დააძალა, ან რატომღაც შემოაგდეს ეს კანონი, მაგრამ მიხვდა ჩემი ხელისუფლება და გაიწვია უკან. და წაიღო რა უკან, რომ მიხვდა რომ ხალხი ამას არ მიიღებს და კიდე ერთხელ ვთქვი და ვიყავით ძალიან ხრებში გაშლილი, რომ აი როგორი ხელისუფლება გვყავს, პულსი ხელი, ხალხს უსმენს და ყველაფერს ითვალისწინებს. რა მოხდა ერთი წლის მერე მე არ ვიცი, ეკუნა, მე კი არავინ არ იცი, ვერანაირ ხსნის ამას. გესმის, აი რა საჭირო იყო ასე რად გადაკიდება, თუნდაც 1/13 შენი მოსახლეობის, ბევრად მეტის, მაგრამ ნუ ისე სიტყვაზე, ხო? ნახევარზე ცოტა ნაკლების, კაი ესე ვთქვათ. და ასე მტრად მოკიდება მათიც და ასე მტრად შერაცხალობა მათი გესმის, რომ თქვენ ხართ რადიკალები, თქვენ ხართ
უსამშობლოები, თქვენ ხართ რავი ტერორისტები თუ რაღაცა. რატომ მოხდა ეს? აი შენი ასეთი. მე მეკითხები მაგას ვკითხულობ და მაგის გაგება მინდა მეტი არაფერი, რომ რა საჭირო იყო. ძალიან გული მწყდება, აი გულნატკენი ვარ პირდაპირ, რომ ჩემმა მართლა ის ხელისუფლებამ, რომელსაც ასე ვენდობოდი, რა გააკეთა, რომ აბსოლუტურად ააყირავა ქვეყანაც, ხალხის ისტერია სრული. ხა დღეს თქვა რომ არ არის კრიზისი ქვეყანაში, ეს არის რომ არ ვიცი. ეს არის ტყუილი ელემენტარული, ხო, ამაზე დიდი კრიზისი მე პატარა არა ვარ უკვე, მე არ მახსოვს. არ მახსოვს. მაშინაც კი როცა მართლა ტანკები შემოვიდა რუსეთი. არ იყო კრიზისი, იმიტომ რომ რაღაც ერთსულოვნება იყო მეტნაკლებად, ხო, ხალხში. ასე არ წირავდნენ ერთმანეს და დღეს რას უკეთებენ ადამიანებს, რომლებიც იცავენ კონსტიტუციას? აი ამაზე დაფიქრდით, აი ამაზე ვიფიქროთ, მეგობრებო. ხო არავის არ უნდა 28 ნოემბერს, როცა გამოცხადდა ის რომ ჩემი დაბადების დღეა და კარგად დაგვამახსოვრეს, კაი საჩქარი მივიღე, რომ ვაჩერებთ 4 წლით. ევროპასთან რო 4 წლით ვაჩერებთ. მოიცა ზუსტად როგორ თქვეს, დღის წესრიგიდან იხსნება, ჩაიხსნა ეს დღის წესრიგიდან 4 წლით. ეხა ამის არ მიხვედრა, რომ მე რა 2 წელიწადში მე მოვასწრებდით და შევიდოდი. ჯერ ერთი ვერ შეხვიდოდი 2 წელიწადში, იმიტომ რომ იმ რეფორმებსაც რომ გაგვეკეთებია 6 წელიც არ ეყოფოდა. ახლა 2 როგორ ეყოფა მითხარი და რატო ვჩერდებით თუ მაინც ევროპისკენ მივდივართ, ხო? მაგრამ აი დღეს ვისაც აი ახლა ამ მოცემულ მომენტში, ხა მე არ ვიცი ჩვენ გააცემა ეთერშიც გავა. აი ამ მოცემულ მომენტში ვისაც უხარია ის რომ ტრამპი აქებს პუტინს. ეხა ეს ხო ცხადია, რომ ესე იგი მათ უნდათ რუსეთი, ხო? კიდე ხო არავინ არ მეტყვის რომ სად არის რუსეთი, აბა რა რუსეთი. აი ეს რუსეთი, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად ხვალ ისე მოვიდესო ერთი თოფიც არ გავარდება ჩვენთან და მოსული თუ არ არის უკვე გესმის. საშინელებებს ვამბობ, ეხლა მე თვითონ ზარავს ის რასაც ვამბობ და რაც შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ეკა და ვინ დააყენა ეს ქვეყანა ამ რეალობის წინაშე. აი ამ ციხეში ჩასმა რაღა, ეკა გამაგები ამდენი ხნით ამდენი ადამიანის, ან ბავშვების, რომლებსაც მართლა არაფერი არ დაუშავებიათ, კაცო. კაი, ერთმა პეტარდა ისროლა და მეორემ სკამი დაწვა. დავსაჯოთ, ავანაზღაურებიოთ, ერთი თვე ციხეში ჩავსვათ, მაგრამ წლებზეა ხო იქ ლაპარაკი და სამართალდამცავებზე თუ სისხლის სამართლის ძალოვანებზე ხო რაღაც თავდასხმები და სისხლის სამართლით და ეს გაუთავებელი ჯარიმები. ეს გაუთავებელი ჯარიმები ხო არ ვიცი მართლა არ ვიცი რა და აი ესეთი დამოკიდებულება, ესე მოპყრობა თავისი ხალხის მიმართ არის ძალიან ცუდი რა. არ ვართ ამის ღირსი, აი ეს მინდა ვთქვა, არა ვართ ჩვენ ამის ღირსი. დაუშვათ ჩვენ გვინდა ევროპა, თქვენ აღარ გინდათ ან არ გამოდის ან რაღაცა ყველაფერი დიალოგზე მაინც ხო შეიძლება წამოხვიდე რა. რომ მეუნები რომ შენ ხარ საერთოდ მოსასპობი და გადასაგდები და მე ვარ მართალი, რაში ხარ მართალი? კონსტიტუციაში შენ არ ჩაწერე, კაცო 78 მუხლი ხო ჩაწერე და შენც მართალი ხარ, მეც მართალი, რატომ ცემ, რატომ მიჭე, რატომ აზიანებ? სასიკვდილოდ რატომ იმეტებ, არ მესმის? ან პიანისტ ბიჭს, რომელსაც 5 საათი უნდა უკრავდეს დღეში, რატო უშვები ამას, რომ კარიერას უღუპავ? ან იმ ფანტასტიკურ მსახიობს, რომელსაც მართლა არაფერი დაუშავებია თავის ქვეყნის სიყვარულის მეტი, ხო? უნდა რომ ევროპული სახელმწიფო იყოს მომავალ. ასე გაიზარდნენ ეს ბავშვები. ჩემსავით კი არ ჭვალობდნენ, რა კაი ქვეყანაში ვარ თუ ცუჩიო, მე რაც მოგიყევი, ხო? ეს ბავშვები დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში და აღარ უნდათ ეხა ის წარმოდგენაც არ უნდათ, რასაც ბებიები სადღაც ოდესღაც ვიღაცას უყვებოდნენ იციან ეს ამბავი, ისმისო? და ამის ახალისება კიდე რომ აი ეს რაღაცა მუხლი რო არის იმ კანონში, მერვე მუხლი რო ვალდებული ხარ შენ ჩემზე რაც იცი ყველაფერი მოუყვე თუ ჩვენ ამაში ძალიან ნიჭიერი ხალხი რო ვართ, ესეც ნუ გვავიწყდება რა. საუკუნეც არ გასულა 27 წლის მერე და როგორ გამოვიჩინეთ თავი, მაშინ ხო გვახსოვს ყველას, განსაკუთრებით. მე მგონი ყველა რესპუბლიკაზე კარგად ჭალებში, ხო? ირმა, აი არ ვიცი. ყოფილი მეგობრები ახსენე წეღან. ამ მოცემულობამ ყოფილი მეგობრები გააჩინა? მეგობრები დავკარგე ეკა. მეგობრები რომ მეგონა, ჩემი თანამოაზრეები ბავშვობიდან ერთად რო გავიზარდეთ. და ვიღაცა წერს რომ იცი პოლიტიკის გამო როგორ შეიძლება მეგობარი დაკარგო. არა, მე პოლიტიკის გამო კი არ დავკარგე. მე დავკარგე იმის გამო რომ ან მატყუებს და მე მგონი ვარ ცოტა გონება სუსტი, ხო? ან თვითონ არის ასეთი და ვერ ხვდება, ან კიდე ბოროტია, ყველაფერს ხვდება და მაინც მეთამაშება. და არც ერთ შემთხვევაში აღარ მაინტერესებს ის ადამიანი, ხვდები? შეიძლება ხაზად მეტად მკაცრი ვიყავი, მაგრამ ნუ ეს არის ახლა ძირში ესდებს და ამიტომ პირდაპირ ვთქვი, რომ ადამიანი რომელიც მეუბნება, დღეს არაფერი არ ხდება და ეს ყველაფერი არის მოგონილი და ყველაფერი კარგად არის,
ის ან მატყუებს, ამას მისჩენია მითხრა რომ მე რუსეთი მინდა. მე რუსეთი მომწონს და შენ რა გინდა კაცო. ესეთებიც არიან ჩემს ირგვლივ. ნუ არ გესმის კი ბატონო, მაგრამ გესმის და ვითომ არ გესმის და მატყუებ მეუბნები რომ კაცო სადა რუსეთი? მაინც დასავლეთია. ოღონდ ცუდი დასავლეთი, უნდა გამოვასწოროთ დასავლეთი. ხო ეს არ არის ლაპარაკი იმაზე რომ იმ ვის უჭერ მხარს და ვინ უფრო მოგწონს, უბრალოდ უკვე არა, ხარის დაჭერა არ არის, აქ არის რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალა, ვეკითხები და არა მეუბნება და მიყურებს თვალებში და გეუბნები, ნუ ან ფიქრობს რომ მე ვერ ვაზროვნებ, ან თვითონ ვერ აზროვნებს და როგორ ვემეგობრო, რანაირად რის საფუძველზე. უი, კაი გენაცვალოთ ხა და მე წავიდეთ ერთად ყავა დავლიოთ, არ არის ეს მეგობრობა, ხო? არც მქონია ასეთი მეგობრობა არასდროს არ არის თან და ამიტომ ეს ბუნებრივად ხდება. რაღაცა მიდის, ვიღაცა მოდის, მაგრამ მე ამაზე გული არ მწყდება. ჩვენ ისევ შეიძლება დავმეგობრდეთ, თუ გამოვიხედავთ თვალებში და თუ მივხვდებით იმ რეალობას, რომელშიც სამწუხაროდ ჩვენ აღმოჩნდით. აი ძალიან სამწუხაროდ. მე აღარ მეგონა რომ მოვესწრები იმას, რომ კიდე მექნება ეს სანერვიულო, რომ ჩვენ ქვეყანაში უსამართლობა ხდება, რომ ჩვენ ქვეყანაში დასმენების დრო მოდის, რომ ჩვენ ქვეყანაში ტერორი შეიძლება ვიღაცამ ჩაიფიქროს და დაიწყოს თავის მოსახლეობის წინააღმდეგ. გესმის? აი ამას თუ მოვესწრებოდი, ეკა მე არ მეგონა, იმიტომ რომ მქონდა გადასარევი, udardeli, თუნდაც საბჭოთა, მაგრამ ძალიან უღრუბლო ბავშვობა, რაც მართალია. და შემდეგ მქონდა ეს სირთულეები, ხო, გენო 9 აპრილიც იყო, აფხაზეთიც იყო, შიდა ქართლი ყველაფერი იყო, მაგრამ ეს იყო ცხოვრება და ვიღაცას ვებრძოდით რაღაცა. ეხლა თეთრზე გეუნებიან შავია, შავზე გეუნებიან თეთრია და შენ ეს უნდა დაიჯერო და ეს შეურაცხყოფელია სხვასთავიდან ძალიან. აქციებზე დადიხარ რუსთაველზე? ხშირად ვერა, 1-2 ტელევიზიასთან ვიყავი, კონსერვატორიასთან ვიყავი, სწორედ ეს ანდრი კაკაბაძე, საოცარი ბიჭი, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა. ხო იცი, აქედან წავიდა, იმიტომ რომ სწორედ გარიდებოდა ამ რაღაცა ამბებს, ეს მინდა ვიღაცა მოისმინოს, იქნებ ვიღაცის გულამდე მივიდეს ეს ამბავი. და წავიდა ბათუმში, იმიტომ რომ ინსტრუმენტი არ ქონდა სახში, თბილისში. ბათუმში სასწავლებელში უკრავდა და იქაც რაღაცა ინციდენტი მოხდა, გამოვიდა. დაინახა რომ მის მეგობარს ცემენ. თუ რაღაცა გასაშველებლად მივიდა, იცი როგორი აპოლიტიკური ადამიანია, მართლა მარტო მუსიკა რო აინტერესებს რა. პატარა ბიჭია, რომელსაც უნდა რომ 8 საათი უკრას როიალზე. ამის მაგერად ზის ციხეში. აი ამიტომ რომ გამოვიდა შემთხვევით იქ და როგორ შეიძლება ეს მივიღოთ და გული არ გაგვისკდეს. აი ვისაც ამაზე მართლა გული არ უსკდება. არ ვიცის, ჩემ მეგობარი კი არა, საერთოდ როგორ არის ადამიანი, გესმის? ცხოვრებას უმახინჯებ ადამიანს, ხო? უსპობ მომავალს. არ ვიცი. აი არ მესმის. კიდევ ამბობ რა ჭირდებოდა ჩემ ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება თავისი მოსახლეობის მიმართ, საკუთარი ხალხის მიმართ. როგორც არ უნდა იყოს ის ხალხია, რომელიც თქვენ ქვეყანაში ცხოვრობს, თუნდაც თქვენი ამორჩეველი არ იყოს, ხო? როგორ შეიძლება ესე მესამე ხარი, მეათე ხარისხოვანი რაღაც ადამიანები, ადამიანათაც არ ჩათვალო. ეს შეიძლება ეკა. გაიღიმეზე მინდა გელაპარაკო. სიმღერა, რომელიც ხშირად ჟღერს აქციებზე. ხშირად ჟღერდა და ჟღერს ჩვენი ფეხბურთელების მხარდამჭერ თამაშებზე, კომაგებში. კი. მე რაღაცა ავტორების მხრიდან გავრცელდა ამბავი, რომ აქციებზე ამ სიმღერის გამოყენების წინააღმდეგები იყვნენ. არა. გეტყვი რა მოხდა. ეს სიმართლეა თუ ჭორია თუ რა? ეს არის გაუგებრობა და რა მოხდა გეტყვი. მაშინ მე შემომითვალეს ვიღაცებმა, აი აღარც მახსოვს, ჩემთან სამსახურში მაშინ ჯერ კიდე პოსტივიში მუშაობდი, მაჩვენეს რაღაცა წარწერა ბანერზე, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია, ეს იქნება ჩვენი სლოგანი. ნაციონალების სლოგანი იქნებაო და მე უბრალოდ დავრეკე ჩემს ავტორო უფლებების ორგანიზაციაში და უთხარი რომ ეს არავის სლოგანი და მით უმეტეს ნაციონალების სლოგანი ვერ იქნება, იმიტომ რომ მე ეს დავწერე ყველასთვის, ზღაპრის ბოლო ქვეყნისთვის უნდა იყოს კეთილი, მაგრამ მე მოხდა ისე რომ ღეროდა ვისაც არ ეზარებოდა და ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო, იმიტომ რომ მთელი აიტაცეს რომელია და მე ხუმრობდი, აღარ მღეროდნენ, მე აგრძალეს, ხო იცი, რატომ ყაც ეგ ოპოზიციურ სიმღერად აღიქვა მაინც ხელისუფლებამ და აიგრძალა. საერთოდ აიგრძალა, ფეხბურთელებსაც აუგრძალეს და ვეღარ იგებდნენ. იმიტომ რომ სეფაშვილი ასრულებდა. სეფაშვილი ასრულებდა და მაინც აი მეებზეც აქციებზეც რო ჟღერდებოდა, ხო? იყო რაღაც ოპოზიციური მუხტი ამაში, იმედია რომ ზღაპრის ბოლო კეთილია, მე დავდე რომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა ევროპაში იქნება და ზღაპრის ბოლო კეთილია, პოსტი მაკაგერ ეს არის მალება. ხო და იცი რა, უბრალოდ რო აიგრძალა, მე აღარ მღეროდნენ
სხვა სიმღერა მოიგონეს რაღაცა ხელოვნურად ფეხბურთელებისთვის და ხელოვნურად ვერ გამოდის. მე ხო ეს ხელოვნურად არ მიმიტანია და არც მიფიქრია, რომ ბავშვებისთვის, მარათონისთვის 91 წელს დაწერილი სიმღერა, 90 წელს აღარც მახსოვს, რომელზეც იყო პირველი მარათონი, რომ ეხლა ესე გამოიჩეკებოდა და იბარტყებდა, ხო 35 წლის მერე. მაგრამ ისა რა ქვია, რო აგრძალეს, მე მივიხუმრე ერთხელ ეს დავწერე, რომ ბიჭებო იმღერეთ ისე თუ ვეღარ იგებთ მეთქი, თუ რამდენიმე მატჩი წაგებული. ეხლა არ ვიცი მღერიან თუ რა შევია, მაგრამ ის ფაქტია, რომ აი ამ სიმღერას დაემთხვა ჩვენი ფეხბურთის საოცარი აღმავლობა, ხო? და რო ჩამოვიდნენ ბიჭები და აქ რო დახვდნენ ისე მართლა როგორც ჩემპიონებს, ცოტა გადამეტებულათაც მოდი ესე ვთქვათ, იქ არ გააჟღერეს, ხო იცი ეს სიმღერა. აგრძალული იყო უბრალოდ, არ გააჟღერეს. მე თვითონ მაინც დადგენ, რა თქმა უნდა, ავტობუსის ზემოთ და იმღერეს, ხო, მაგრამ არც ფონოგრამა გაუშვეს, არც თუნდაც ხალხთან ხო შეიძლება. ხო, იმიტომ რომ უკვე ასოცირდებოდა. უკვე ასოცირდებოდა ოპოზიციასთან, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. აი ესეთი ისტორია აქვს, ძალიან საინტერესო ამ სიმღერას. რა არის თავისუფლება? თავისუფლება არის, როდესაც აკეთებ და ამბობ იმას, რაც გინდა და სწორი გონია. და ქსიამოვნებს. აქედან გამომდინარე. სიმართლეა თავისუფლება. შეიძლება მე ჩემი სიმართლე მაქვს, შენი სიმართლე გაქვს, მაგრამ აი გლობალურად რაც არ გეშინია გამოთქმის. რაც არის, ხო, გესმის, აი ჩემთვის ეს არის მისაღები და არ მეშინია ამის გამოთქმის და ეს არის თავისუფლება და ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა. და როცა შენ მე მაიძულებ რომ რაღაც ან გავჩუმდე, ან მიჭერ, ან მაჯარიმებ, იმიტომ რომ მე ავსვენისაც შენ გაგეხარდება. ეს აღარ არის, ეს არის თავისუფლების შეზღუდვა, შესაბამისად. რამეს ნანობ? ნანობ. არ მიყვარს საერთოდ სინანული, არ მახასიათებს. ნანობ მესამე შვილი რო არ მყავს. ძალიან ნანობ, იმიტომ რომ გიждები, რაც მეტი შვილი ყავს, მით მეტი ბედნიერება ადამიანისთვის და ოჯახისთვის საერთოდ და კარგი იქნებოდა, მაგრამ ეგეთ ისეთ სინანულია, რომ ალბათ ასე იყოს საჭირო. ღმერთმა რაც მომცა და ვინც მომცა, ისინი მყავდეს კარგად, ეგაა მთავარი. თავარი შეცდომა, რომელიც დაუშვი. რთული კითხვაა, რომელმაც რაღაცა შეცვალა. იცი რა, მართლა თავისქება არ გამომივიდეს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ შეცდომა არ დამეშვა. ყოველთვის ვცდილობდი, თუნდაც ჩემი პირადი რაღაცა ემოციის და სურვილის დათრგუნვის ფასად შეცდომა არ დამეშვა. თუნდაც მეორედ საზმაოდან წამოსვლა, ეს სწორედ იმიტომ გავაკეთე, რომ დარჩენა იქნებოდა შეცდომა, მაგრამ გული იქ დავტოვე. გესმის? აი დღემდე გული მტკივა. რომ საზმაო თანდათან და დღესაც აღარ არის საზმაო, არ არის ხო? არც მაშინ იყო, მაშინაც არ იყო, დღესაც თავის ფუნქციას არ ასრულებს და ნუ როგორ მინდოდა რომ ყოფილიყავი და საზმაოს დამგვანებოდა მართლა როგორც უნდა იყოს იდეალში, ხო? საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც არის იმ ქვეყნებში, სადაც არის და საჭიროა ეს ძალიან კეთილი და ძალიან მნიშვნელოვანი და ნათელი მოვლენა ეს ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში და გვაქვს ეს ფუფუნება, მაგრამ ვერ ვიყენებთ ვერანაირად. და აი ამაში რომ არც მონაწილეობა მივიღე და რა შედეგიც დადგა, ეს რა თქმა უნდა ძალიან გულს მტკენს, მაგრამ შეცდომა არ დამიშვია რომ წამოვედი, არც მაშინ. არ ვიტყვი რომ ეს რა გავაკეთე, იქ უნდა ყოფილიყავ, ვერ ვიქნებოდი, ამიტომ ეს არ არის შეცდომა. თავის გატანა სად უფრო რთულია, ტელევიზიაში თუ შოუ ბიზნესში? არც იქ არის ადვილი და არც იქ არის ადვილი, იმიტომ რომ შენ შემთხვევაში ტრები ყავს ყველგან, იცი, რაც არ უნდა ლოიალური იყო. აი მე მაგალითად ძალიან ვცდილობდი მთელი ჩემი ცხოვრება რომ აბსოლუტურად უკონფლიქტოდ გამევლო ეს წლები, გესმის? აი ვერ იტყვის ვერავინ ჩემზე რომ მე რამე ვაწყენინე, არამედ ცუდი ვთქვი, ან საიდან მე ამოვიღე. ერთი-ორ კონცერტში მოხდა ისე რომ აი ვიღაცა მინდოდა ჩამესვა და ვერ ჩავსვი, იმიტომ რომ ჩემ გარდა სხვაც იყო ორგანიზატორი, საწყალი გოგი დოლიძე საყვარელი და უძვირფასესი ადამიანი. არ მელაპარაკებოდა ერთი წელი, იმიტომ რომ რაღაცა ახალწლო კონცერტიდან არ მახსოვს რა მიზეზით, გქონდა რაღაც სვიტრები ეცვათ ბიჭებს თუ რაღაცა, სხვა ადამიანმა სრულიად ამოიღო მათი ნომერი თურმე, მე არც ვიცოდი, მე ვიყავი რედაქტორი, მაშინ რედაქტორი ერქვა პროდიუსერს და არც მითხრა, ისე უცებ აღარ მესალმება გოგი. თურმე უთხეს რომ ირმა მამოგიღო. ესეც ინტრიგაა ხა რომ დაფიქრდე ხო? მე რაც მაბრალებ, გადაკიდების ხო? მე როგორ მაბრალებ და რომ გავიგე, კინაღამ შევიშალე, მე თვითონ შენ ეს როგორ დაიჯერე, რომ მე რიცი როგორ იყო, იმ 2 წელი თითქმის არ მელაპარაკებოდა და მარათონებს რომ აკეთებდი. ედნარს ვარეკიებდი გიორგობიანს რომ მოსულიყო, მოდიოდა იმ კულისიდან შემოდიოდა, იმღერებდა, აღრიალებდა თელდარბას, ატირებდა და წავიდოდა და მე ვერ ქონოდა კონტაქტი, ჩემ დარეკლზე არ მოვიდოდა, მაგრამ რო არ მომეყვანა მე ვინ მკითხავდა, გოგი იყო, გესმის, მთელ ქვეყანას უყვარდა. აი ეს რო ესმოდეთ ცოტა მეტად კონცერტების მესვეურებს და დღეს ვისაც აქ სადავე არ იქნებოდა ურიგო. საქმისთვის თორე ხა ჩვენ არ აგვიშავსიათ ყველას.
ხვდები პირადი არ შეიძლება გადაიტანო, როდესაც საქმე გინდა გააკეთო. და მე რო გავიგე რაც ხო მივედი მე ხე შეღარ აფრენ თქო და გავახოთ კიდე კაი მოვასწარი საახალწო ჩეურიგდი და რამდენიმე თვეში აღარ ეს დარდი გაყვებოდა. აი ეს დარდი ეხლაც მაქვს, რომ ის 2 წელი გოგის ვეგონე მე რაღაცა ცუდის გამკეთებელია. ვცდილობდი მთელი ცხოვრება რომ არავისთვის არაფერი არ მეწყენინებინა, მაგრამ თუმცა სადაც ესეთი კონკურენცია, სადაც ალბათ სუბრძოლა და როგორ არა, მე ვიცი, რამდენიმე ძალიან კარგი კონცერტიდან, ძალიან რო უნდათ ავტორებს, ამომიღეს ძალიან ბევრი. კი არა და ჯერ კიდე რუსეთთან როცა კარგი ურთიერთობა გქონდა, ერთ-ოჯერ აი მოსკოვში მითხრეს, რომ აი დავრეკეთო თქვენთანო, რაღაცა კულტურის სამინისტროში ანიკ ტელევიზიასა გითხრეს, რომ ირმა არ არის ქალაქში, ირმა არის ავათან რაღაცა გესმის, რაღაც გიშლიან ყოველთვის. თან ერთი ამბავია კიდე, მე არასდროს არ ყოფილვარ არავის რო იტყვიან რაღაც ბაბლში თუ აი ხო არის ესე რაღაცა ეს ერთი კომანდა ის მეორეა ესენი ერთმანეთს ქაჩავენ ისინი ერთმანეთს რაღაცა აი პროდიუსერები დირიჟორები რეჟისორები რაღაც მე ვიყავი სულ მარტო რომ დაფიქრდე მე და ჩემი მეგობარი ნუგზარ ჩხაიძე რომლებიც ვაკეთებდით მარათონებს ოქტაგონებს მე უკვე შემოქმედებით საღამოებსაც როგორ ვაკეთებდი ეხაც მიკვირს იმიტომ რომ თბილისში კერძოდ საქართველოში საერთოდ თუ არა ხარ ვიღაცის რაღაცა ცოტა ჭირს. გესმის? აი ელემენტარული დაფინანსებაც კი დარბაზი რომ მოგცემ, მარტო დარბაზი. გაუნათებელი, გაუხმოვანებელი. მე იქ მეგობრულად იმას იშოვი, ამას რაღაცას იშოვ. ესეც კი პრობლემაა და ვახერხებდი. რაზე ტირის? ირმას ოხაძე, თუ ტირის? აი მე ამბოლოდოს სუბტირი. ძალიან ხშირად ვტირი. აი ამ უსამართლობაზეც ვტირი, დადებით ემოციებზე ვტირი. აი შემიძლია ადამიანები ერთად ჩაეხუტებიან აი ამ კადრზე სენტიმენტალური გავხდი ძალიან იცი როცა ბრაზობ არ ვტირი ამიტომ რომ არ ვიტირო უნდა გავბრაზდე ბრაზობ კიდეც ამ ბოლო დროს ხშირად სხვათა შორის არ ვამბობ რაღაც იცლები კი აი ცუდი ემოცია გამოაქცრემლებს აშკარად ასე რომ ემონანიებას უყურე იმ დღეს და დაუწერე მე ასეთ უყურე და პირველად შემეშინდა მეთქი და მართლა ვიტირე იქ აი ეს მორების კადრი როა და ეს სცენა აი რა ვქნა და რო წარმოვიდნენ რომ რაღაცა მსგავსი შეიძლება კიდე რაღაცა მოხდეს ჩემ ქვეყანაში აი მე ხმართ დაგვიფრა აი ხაც მეტირე განწვეთხდი უმძიმესი სცენა ხო და არასდროს ადრე არ მეშინოდა მაგ ფილმის ხო გეუბნები აი 100 ჯერ მაგ ნანა საკუთარ თავთან კონფლიქტში ყოფილხარ კი, ბევრი რაღაცეები ჩემ თავთან არ მომწონებია და ვცდილობდი წლების განმავლობაში რომ გამომესწორებია. იყო რაღაცა პრობლემები, მაგალითად ვეწეოდი სიგარეტს. 30 წელი სიგარეტს ვეწეოდი. ეს არის ისეთი გამოუსწორებელი ჩემთვის და უპატიებელი შეცდომა რაც მაგ დაშვებული და დანაშაული საკუთარი თავის მიმართ. აი გემუდარებით ბავშვებოდა ახალგაზრდებო. ნუ მოწევთ ნუ რასდროს, იმიტომ რომ მაინც დაანებებთ, თუ არ დაანებებთ ძალიან ცუდია და თუ დაანებებთ ვიწვალებთ უბრალოდ. ეხლა ფაქტურად ყრით ფულს იზიანებთ ჯანმრთელობას და კაცმა არ იცის კიდე რა საჭიროა ეს, არაფრისთვის არ არის კარგი, უბრალოდ რაღაც სულელური ჩვევაა და ძლივს მოვიშორე თავიდან. აი ეს კონფლიქტი მქონდა, ვერ ვიტანდი რა, რომ აი დამოკიდებული ვარ. ის კი არა რაღაც უნი რატომ მაგ და არა. აი რომ გელაპარაკები და ფიქრობ ამ დროს ერთ უნდა გავიდე და მოვწიო. რა საშინელი ხარ რა ამ დროს დამოკიდებული რაღაცა სისულელეზე, ჩვევაზე. კრიტიკასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? აი საკუთარ თავზე როცა რამე უარყოფითი გესმის, რას უპირისპირებ? გაჩნია ვინმე უნება და რას. რამდენად მნიშვნელოვანია რაღაცა მარაზმს და იდიოტობას, ახლა იმაზე რა უნდა მქონდეს რა. არა, მაგას არც გულისხმობ. ჯანსაღ კრიტიკას. ჯანსაღი კრიტიკა ხო, ოჯახის წევრი თუ მეტყვის რომ აი რაღაცა ეს კაბარგი ხდებოდა, ან ეს სიმღერა შენი არ არის, როგორ არ დაუჯერე. როგორ არ ძალიან ბევრი. მაყურებელი რო იყოს. გაჩნია ვინ? შენ თუ მეტყვი დაგიჯერებ და ხა ვიღაცა თუ მოვა, ვიცი რომ აი ვერ მეტანს და ნერვები უნდა რომ ამიშალოს და იმიტომ მეუბნება, არც მოусმენ, გავუღიმებ და წავა. არც ჩამრჩება თავში, იმიტომ რომ არ მაინტერესებს. მაგრამ არის ადამიანები, რომელთა აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს არის ჩემი ალბათ ორი მეგობარი. მაი ვინ? ნუგზარ ჩხაიძე იგივე და ეთერ ანჯაფარიძე, რომლებიც არიან თან პროფესიონალები, თან ძალიან უყვარვარ ორივეს და ძალიან კომპეტენტურები არიან და გულწრფელები. შეიძლება მათ გემოვნებას მე ყოველთვის არ წავყვედ არ დავეთანხმო, მაგრამ რასაც მეტყვიან გასათვალისწინებელია, გესმის? ეს სხვა გემოვნება გვაქვს სულ მე და ეთერი მაგალითად და ჩაცმაშიც ყველაფერს, მაგრამ აუცილებლად ბოლო მეტყვის რომ ეს კარგია. მის გემოვნებაში შეიძლება არ იყოს, მაგრამ ის რაც კარგია, მეტყვის რომ კარგია. უნდა დაუჯერო კეთილმსურველ მეგობარს, რომელსაც გემოვნებაც აქვს და ენდობი და კი. ყველაზე დიდი ადამიანი, ვისაც შეხვედრი ხარ ცხოვრებაში.
პირადად შენთვის ყველაზე დიდი ადამიანი. ბევრია ძალიან, მაგრამ აი ხა ბოლო რაც გამახსენდა მიხეილ ბარიშნიკოვი ნიუ-იორკში. ეხლა რო ვიყავი, მივედით მასთან ეს ეთერი ანჯაფარიძის ძალიან ახლო მეგობარია ბარიშნიკოვი და წამოდიო წავიდე თუ რაღაცა პერფორმანსია ეზოშიო იყო აფიშა ამაში ინტერნეტში. მივედით და დგას მიშა. და ეთერის ესეთ მოწიწება ძალიან უყვარს მიშას ეთერი და ხა რაღაც კონცერტი ჰქონდათ ქართული მუსიკის მაგის გადასარევი დარბაზი აქვს. მე დავათვალიერეს ცენტრი მთლიანად და მივიდა ეთერი და რაღაცას ეუბნება რომ ჩემი მეგობარია ჩემთან ერთად და ვინ არისო იმას უკითხავს და ირმა სოხაძეო და წარმოიდგინე რომ ეს სახელი ლაგვარი ახსოვდა. უცებ მოტრიალდა და გამოვარდა. მე ისე ჩოქში ჩავარდი ეკა რომ მე რო ველაპარაკე ეთერს ვეკითხავდა რა ენაზე ველაპარაკებოდი მეთქი ინგლისურად თუ რუსულად. დედას გეტყვი არ მახსოვდა იმდენად ავღელდი. მოვიდა მე სურათებიც გადავიღეთ და ნუ საოცარი დიდი პიროვნება რა თუნდა ლაპარაკი ხო? ძალიან ისეთი უშუალო და თავმდაბალი ადამიანი აქ იყო ჩამოსული ფესტივალზე და ჩვენც გავიცანით. იცი ყველა დიდი ადამიანი უშუალო და კარგია. არ ჭირდება. რატომ უნდა გაიბეროს ხატა რაღაცები მოიგონოს არის ისედაც და იგონებს ის ვინც იცის ცოტა რომ ვერ არის და ეხლა მინდა ხალხის აზრი მოგასმენინო შენზე. რას ფიქრობენ უცხო ადამიანები? როგორ მაინტერესებს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი რაღაცებს კრიტიკულსაც ფიქრობს ამ ბოლო დროს ჩემზე, არა? ნახოთ. არ ვიცი. ნახოთ. რას ფიქრობთ ირმა სოხაძეზე? არ შეიძლება ირმა სოხაძე არ მოწონდეს ვინმეს. ჯერ მისი ბუნებრივი მონაცემებიდან გამომდინარე, არაჩვეულებრივი ქალბატონია. სიმღერითაც რა თქმა უნდა დიდი პროფესიონალია. ძალიან კარგი ქალბატონია, ჯანმრთელობას უსურვებს, ძალიან გვიყვარს ქართულ საზოგადოებას. ძალიან მიყვარს ირმა სოხაძე, უზომოდ, კაი მომღერალია. კარგის მეტი არაფერი არ მსმენია მასზე და ძალიან მიყვარს. დიდი ხანია მაგის სიმღერებს უსმენ და კარგი ადამიანია. არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი მომღერალი, მე ახლა არ დამოვიწყდება მისი ხმა 4 წლის იყო პატარა რომ მღერო და ესე იგი ნუ როგორ გითხრათ, შესანიშნავი პიროვნება და ნამდვილი ქართველი მოქალაქე, უსაყვარლესი პიროვნება. ძალიან კარგი ადამიანია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მომღერალი და ცნობილი და რა ვიცი, საბოლოო მისი გადაწყვეტილებებიც ძალიან მომწონს. პოლიტიკური ამბები და ასე შემდეგ. არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი მომღერალია, არაჩვეულებრივი დედა, მეუღლია, ყოველმხრივ იდეალური პიროვნება. ძალიან კაი პიროვნება. კარგი მომღერალიც არის, მაგის სიმღერებს ბავშვები დღემდე მღერიან ჩვენთან. დიდი მოკითხვა ჩემგან გადაეცით. მთელი საქართველო იცნობს და პოზიტივის და კარგის მეტი არაფერი შეიძლება ითქვას. ირმა სოხაძეა როგორც ბრენდი. ბავშვებთან ძალიან მომწონს და ნუ ბავშვების სიყვარული მოქვს. სასიამოვნო ქალბატონია და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და კიდევ გვახაროს. ბევრჯერ გვახაროს. საკმაოდ სასიამოვნო ადამიანია კი და კარგი მომღერალია. მხოლოდ პატივისცემა და მხოლოდ სიყვარული მაქვს ამ ადამიანის მიმართ. ძალიან საყვარელი ქალბატონია, მე ძალიან მიყვარს. წარმატებებს უსურვებ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, რა ვიცი. ძალიან კაია და მიხარია მაგის ყოველთვის დანახვა. ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს პირადად, თორე ბავშვობიდან მახსოვს მაგისი ბავშვობის სიმღერები. ძალიან დადებითი შეფასება შემიძლია მხოლოდ თქვა ქალბატონ ირმაზე. ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივსცემ ნიჩსაც და მაგის ცხოვრებასაც. ისე დიდი მადლობა მაგის სიმღერებზე გავიზარდე. მეც და ჩემი შვილებიც. კარგი მომღერალია, პატივსცემ როგორც ძველი თავის წარმოადგენას. გულთბილი, კეთილი ადამიანია და ძალიან დიდი ესტრადის მომღერალია და თბილისზე და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი ქალბატონია. ძალიან გულაჩოყებული ვარ და ძალიან კარგი. ასეთი არის ხალხის აზრი. რა ეს სიყვარული ალბათ ღირს იმათ, რომ მე უფრო დიდი კარიერა არ გავიკეთე და არსად არ წავედი. არა? იცი, შენი ხალხი რომ დაგაფასებს ბოლო-ბოლო. რა თქმა უნდა. ისე არავინ. ვერავინ. არ ვიცი, შეიძლება ბავშვობიდან მართლა სხვაგანო წავსულიყავდი, გავზილი, გამختარიყავი, მაგრამ ვერ გავხდებოდი საქმეც ეგ არის. მე ვარ ძალიან აი რაღაცნაირი ტიპური ქართველი, ნოსტალგია მოძალებული. ბოლო შეკითხვა. შენი ცხოვრების მთავარი ამბავი. ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი არის ის, რომ მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ღმერთის და ჩემი ბედის. აი, ყოველ დილას ვიწყებ იმით, რომ აი მართლა ზღაპარია ღმერთო, რა მადლობელი ვარ და რა საოცრება ის, რაც ჩემ თავს ხდება და ამით ვიძინებ. აი ეს არის მთავარი ამბავი. ის გარემო, ის აურა, ის ყოველ წამიერი შეგრძნებები, რაშიც მე ვცხოვრობ. მე კი არ ვამბობ, რომ გამუდმებით ბედნიერი ვარ, არა, ბედნიერებას უცხო რამე.
აი იმ სრულყოფილების და მადლიერების გრძნობა, რომელიც მე მაქვს სამყაროს მიმართ და ღმერთის მიმართ, იცი? იმიტომ რომ აი 1000 რამე შეიძლება ისე არ ყოფილიყო როგორც იყო და რა კარგია რომ 100-ია როგორც არის გესმის რომ იმ ადამიანებთან ვარ ვინც მიყვარს ვისაც უყვარო ვისაც ვენდობი ვაკეთებ მეტნაკლებად იმას რაც მიყვარს ეხლა ამჯერად ამჟამად ვერ ვაკეთებ იმიტომ რომ ობიექტურმა ცხოვრება მოიტანა ეს მაგრამ ესეც კარგია ეს ნორმალურია აი ჩემი აზრით ეგ ხასიათი იმიტომ რომ რაც გააქვს იმას აფასებ ხედავ დადებით ყველაფერში ეს ხასიათი, იმიტომ რომ ზოგი სულ უკმაყოფილო ეს ხო არის? ხო და იცი რა, ალბათ ჩემ ცხოვრების თავარი ამბავია ჩემი ხასიათი. მარტივად რომ ვთქვა. რამაც განაპირობა ის რომ გადასარევად გამოიყურებით სუიმები და ყველაფერი იქნება. ეს ხასიათზე უნდა ვიმუშაოთ. ხასიათი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მასთან ცხოვრობ მთელი ცხოვრება. ყველაფერი შეიძლება შევცვალოთ. და განაპირობებს ბევრ რამეს, ურთიერთობებს, ცხოვრების გზას. აღზარდოთ ჩვენ თავში კარგი ხასიათი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ინტერვიუსთვის. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. მე კი მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ეს იყო გადაცემა პირველი სტუდია. ჩემი სტუმარი იყო ირმა სოხაძე. ბედნიერად. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. მზადდება ტრადიციების სრული დაცვით და ჩვენ მას ისე განსაკუთრებულად ვყინავთ, რომ თქვენამდე უცვლელად მოვიდეს. გადაცემის სპონსორია ტკბილი ქვეყანა.